ეს არის დამნაშავე დაჯგუფების ერთ-ერთი მონაწილე. ოთარ ფარცხალაძე ბიუჯეტის ქურდა დღგ-ების საქმის ფიგურანტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა. პატიმარი გოჩა ბახია, რომელსაც ციხეში ჩასმამდე ნავთობის ბიზნესი ჰქონდა, ამტკიცებს, რომ გადაყენებულმა მთავარმა პროკურორმა შექმნა სქემა და ხალხის მილიონები სახლში წაიღო. დღეს პატიმარმა მოსამართლეს მოუყვა, ვინ იყო საქართველოს ბიუჯეტის საუკუნის ძარცვის თანამზრახველი ფარცხალაძესთან ერთად. ირკვევა, რომ ხალხის ხარჯზე მთავარი პროკურორის ანგარიშზე მილიონების დარიცხვას მთავარი პროკურორის ექს-მოადგილე მამუკა ვასაძემ მფარველობდა, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს უადო მოსამართლეა. ეს არის დამნაშავე დაჯგუფების წევრი, რომლის მეთაურია ფარცხალაძე, სოსო რამიშვილი, ვახტანგ ლაშკარაძე, მამუკა ვასაძე და რომელთან მიიტაცეს სასამართლო, საგანმანათლებლო სკოლა, თემა ქვეყანა მიწის. ფარცხალაძეს უშუალო მითითებებს ვასახელებ ვეუბნები, რომ კომპანია მადოქსიდან შემოტანილი ნავთობის საერთო ყოველგვარი დერეგეს ყველაფრის გარეშე იყიდებოდა 700 მილიონის გაიყიდა. ხოლო ერთმანქანას ანბაჟებდნენ. ვეუბნები, რომ ამ ხალხმა მიიტაცა ხელისუფლება. ბახიას მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძემ შექმნა სისტემა და საქართველოში შემოტანილ ნავთობს ყალბი აქტივებით ამბაჟებდა, ვისაც საწვავის შედარებით დაბალ ფასად ჰქონდა, ის ადამიანები დაიჭირეს. ის გამოც ჯამში ბენზინის ფასი 70 თეთრით გაიზარდა. პატიმარი ბახიას მტკიცებით, ეს სქემა ოთარ ფარცხალაძემ ფინანსური პოლიციის უფროსის სოსო რამიშვილის დახმარებით მოიყვანა სისრულეში. ამ მძიმე ბრალდებებს დღეს დარბაზში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გელა კანდელაკი უსმენდა. სწორედ ის იძიებს ბახიას საქმეს, თუმცა კანდელაკს არც პროცესზე და არც მას შემდეგ ფარცხალაძის და მისი უფროსის დაცვა არც კი უცდია. მხოლოდ ამ ადამიანების ბრალდება იკვეთა. ამ საქმეში ის ბრალდებას გამოიკვეთა დაკავებულია სულ ყველა და მიმდინარეობს გამოცინების ბრალდებას ვერ ხედავთ მათ შორის პრესამსახურს დაუკავშირდით დეტალურ პასუხს დაუკავშირდით პრესამსახურს ძალიან წამით რა ვერ ხედავთ პასუხი თუ გჭირდება დაუკავშირდით პრესამსახურს და მოგაწვდიან სრული ინფორმაცია. თქვენ ამ ადამიანების გარდა ვერავის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავთ. მიმდინარეობს პასუხისმგებლობის გამოცემა. სხვადასხვა დათვლებით ფარცხალაძის სქემით ბიუჯეტიდან 200-დან 500 მილიონამდე ლარი მოიპარეს. თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ ასეთი მასშტაბის საუკუნის ქურდობა მეწარმეებმა ისე ჩაიდინეს, რომ ფული ბიუჯეტის ნაცვლად სხვის ჯიბეში ისე მიდიოდა, რომ ვერავინ ამჩნევდა. მე გიდასტურებთ ფაქტს, რომ შეიკრიბა მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვინც წარმოქმნილია სასამართლოში იმ სტანდარტის, რაც საკმარისია და საჭიროა სასამართლო. ფარცხალაძის შესახებ რა მეგსმენია და ამ ინფორმაცია ამ საქმეში არ არის. რამიშვილის შესახებ რა მეგსმენია? არ არის ესეთი ინფორმაცია. ვასაძის შესახებ თქვენი უფროსი. არა გვაქვს ესეთი ინფორმაცია საქმეში. საუკუნის დანაშაულის შესახებ კონკრეტული სახელები და გვარები ცნობილია გოჩა ბახიას ინტერესების დამცველისთვის. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით არსებობს კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც საზღვარზე საწვავი შემოქონდათ. მათი გამბაჟება კი არ ხდებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ თაღლითური სქემის მიხედვით, რომლის უკანაც კონკრეტული მაღალჩინოსნებით განან სახელმწიფომ ასეულობით მილიონი იზარალა. გოჩა ბახიას მტკიცებულებები აქვს მოწმეთა ჩვენებები, უამრავი ადამიანი ადასტურებს, თუ როგორი ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ხდებოდა, აგრეთვე აქვს ინფორმაციები, რომელი ინფორმაციებიც გადამოწმებულია და ნამდვილია. კონკრეტული სახელი და გვარები, კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც შემოჰქონდათ აღნიშნული ტვირთი, მილიონობით ლარის ოდენობის, ჩერდებოდა და არ ხდებოდა მისი რეგისტრირება. ფაქტია განბაჟება და ფაქტია, რომ ის ადამიანები, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ კონკრეტულ იურიდიულ პირებთან, ის ადამიანები არიან დღეს ბრალდებულის სახით წარმოდგენილი. რატომ არ გადის გამოძიება კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე კარგადაა ცნობილი გოჩა ბახიას ოჯახისთვისაც. დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი და ამ საქმისთვის დაკავებული კიდევ 5 ადამიანი მსხვერპლია, რადგანაც მათი საქმე შეკერეს. რატო გამოკეტეს ციხეში? არ ვიცი, ვერ უმტკიცებენ იმას, რომ შეადგინა ყალბი საბუთები, ვერ დაუმტკიცეს, რომ ყალბი კომპანია თუ რაღაცა გახსნა თუ რა ვიცი. არა, ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და რაღაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ბიუჯეტის ძარცვის საუკუნის სქემის უკან, რომ ოთარ ფარცხალაძე და მისი კლანი დგას, ამის შესახებ პატიმარი გოჩა ბახია ციხიდან ბოლო რამდენიმე თვეა საუბრობს. ფარცხალაძე ზარებს არ პასუხობს. ბიუჯეტის ძარცვის სქემას, რომლის გამოც სახელმწიფო მილიონები იზარალა, აღიარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც. მაქინაციურ სქემას ისინი უკვე თვეები აიძიებენ, თუმცა მათი გამოძიების მიხედვით ბიუჯეტიდან მილიონები დამოუკიდებლად 6 პატიმარმა შეჭამა
ისე რომ მათ არავინ მფარველობდა.